საქართველოში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი ბოლო წლებში იზრდება ამ ფონზე სახელმწიფო აუდიტის ბოლო ანგარიშის მიხედვით სერიოზული პრობლემებია. საუბარია განრიდება მედიაციის პროგრამაზე, რომელიც ახალგაზრდებს ნასამართლეობის გარეშე ცხოვრების გაგრძელების შანსს აძლევს. კონკრეტულად რა წერია აუდიტის დასკვნაში ვრცლად მარიამ ლეკიაშვილი მოუყვება ფორმულას აუდიტორიას. მარიამ, გისმენთ. დიახ, გიორგი, სახელმწიფო აუდიტის ანგარიში, რომელიც საკმაოდ მრავალგვერდიანია, ვკითხულობთ, რომ საქართველოში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულთა რიცხვი წლობით უფრო და უფრო იზრდება. როგორც აუდიტის ანგარიში ვკითხულობთ, სერიოზული პრობლემებია, როგორც უკვე ვახსენეთ, განრიდება მედიაციის პროგრამაში. შეგახსენებთ, რომ ეს პროგრამა შექმნილია 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის და ეს პროგრამა ეხმარება მათ ნასამართლეობის მოხსნას და ცხოვრების გაგრძელებაში. ამ პროგრამის ეფექტიანობისთვის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია რეციდივი. რეციდივად ითვლება შემთხვევა, თუ კი პირი ხელშეკრულების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში კვლავ ჩაიდენს განმეორებით დანაშაულს. აუდიტის ანგარიში ვკითხულობთ, რომ ასეთი ბენეფიციარების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება წლების განმავლობაში. რეციდივის შემთხვევების გამოვლენისთვის საქართველოში ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება კვლევები. ბოლოს ასეთი კვლევა საქართველოში 2025 წელს ჩატარდა და ამ კვლევით ვიგებთ, რომ უფრო და უფრო იზრდება საქართველოში ასეთი ბენეფიციარების რაოდენობა. ჩვენ ვკითხეთ უფლებადამცველებს, თუ როგორ უნდა რეაგირებდეს რეალურად სახელმწიფო მსგავს პრობლემებზე, როგორც ისინი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, ქართული ოცნება არათუ ამის აღკვეთას, არამედ პირიქით არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის წახალისებასაც კი ცდილობს და საქართველოში რეალურად არ არსებობს ისეთი პროგრამები, რომლებიც ჯერ არასრულწლოვნებს დანაშაულის ჩადენისგან დაიცავს, ხოლო შემდგომში კი სოციალიზაციაში დაეხმარება. ის რომ ქვეყანაში არის გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ის რომ ოცნების მხრიდან წახალისებულია კრიმინალი, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა, ერთიანი მიდგომა, პრევენცია, არ მუშაობს არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც დაიცავს არასრულწლოვანს ჯერ დანაშაულში ჩაბმისგან და შემდგომ უკვე მოახდენს მის რესოციალიზაციას და იმუშავებს პროგრამებით, რომელთაც მას მომავალს შეუქმნის და გამორიცხავს დანაშაულის განმეორებას. ის რომ პირიქით ოცნების მხრიდან წახალისებულია ძალადობრივი დაჯგუფებები, რომელსაც შემდგომ იყენებს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და ამუშავებს ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებად. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ერთი არასრულწლოვნები არ არიან დაცული, რომ ჩაბმული და ჩათრეული იყვნენ დანაშაულში და მეორე ის რომ შემდგომ აღარ არსებობს პროგრამები, რომელიც მათ განმეორებითი დანაშაულისგან ჩადენისგან დაიცავს. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია იმით, რომ რეალურად სახელმწიფო ინსტიტუციები ემსახურებიან არა ხალხს და არა ქვეყანას, არამედ ქართულ ოცნებას. სახელმწიფო აუდიტის ანგარიში ხვდებით მრავალ კვლევას, რომლითაც დასტურდება, რომ წლების განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულთა რიცხვი. ასევე აუდიტის შეფასებით გამოვლენილი ტენდენცია მიუთითებს სისტემურ პრობლემებზე და საჭიროებს მიზანმიმართულ რეაგირებას ქართული ოცნების მხრიდან.